გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მე ვესალმები სტუმრებს. დარჩით ჩვენთან. დღეს კი მინდა ესეთი საინტერესო გაშლა შემოგთავაზოთ, ისევ ტაროს დასტის კარნახით, რა თემა ჩავწეროთ ხო და მათ ჩვენეს სიტუაცია თითქოს გამოუვალი მდგომარეობა აქვს ვიღაცას და აი ამ პრობლემის გადაჭრა საჭირო. და მოგეხსენებათ ჩემო კარგებო, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ზოგადად ყველაფერშია გამოსავალი, მთავარია სწორი გზა მოვძებნოთ ამ პრობლემის გადაჭრის და იქნება ორი ვარიანტი. ეს მოსანიშნად ავიღეს უსხვა დასტიდან, კარტი კლასიკური დასტიდან, წინა ისტორიას წავიკითხავ ესევე კლასიკური დასტის საშუალებით. ეს დასტა თვითონ კონკრეტულად არის ერთი კარტით მეტი, როგორც ასეთი შემთხვევითობა არ არსებობს და ერთი ცალი კარტი წყლის 6-იანი ფიალების აღმოჩნდა ზედმეტი დასტაში, ანუ ორია და გავა აქტიური საჩუქარზე სიურპრიზზე და ვნახოთ დღეს ამ ორი ვარიანტიდან რომელიმეს თუ ამოუვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ველოდებათ მოულოდნელი სიხარული, რაღაც სიურპრიზი და შეიძლება ორივესაც ამოუვიდეს. გავაკეთებთ რა თქმა უნდა სიგნიფიკაციას, რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში, ანუ კონკრეტულად რა დილემის წინაშე დგეხართ, რატომ გონიათ რომ გამოუვალი სიტუაცია გაქვთ და მერე 78 კარის დახმარებით არაჩვეულებრივი დასტა გავიგოთ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს პრობლემა და რაიმე მინიშნება მოგცეს სამყარომ შემოგთავაზოს ამ პრობლემის გადაჭრის გზა ან რაიმე რჩევა. მაშ ასე დავიწყოთ ჩემო კარგებო პირველი ვარიანტით, ჯერ ვნახოთ გავხსნათ პირველი კარტი მოსანიშნად, პენტაკლების 8-იანი სამუშაოს კარტი, შეიძლება კონკრეტულად რაღაც სამსახურებრივი პრობლემა გქონდეთ, ან უმუშევრობა გქონდეთ პრობლემა, მაგრამ დიდი ალბათობით სამუშაოს ეხება თქვენი სიტუაცია და ნახოთ, რატომ გონიათ რომ გამოუვალი მდგომარეობა და რა ხდება. ყურადღებით უსმინეთ მინიშნებებს, ანუ სიგნიფიკაციას. შეიძლება 100%-ით არ დაემთხვეს თქვენ სიტუაციას, მაგრამ ძლიერი ინტუიცია თუ გაგაჩნიათ, მიხვდებით რა ინფორმაციაა თქვენთვის კონკრეტულად და რა არა. ნახოთ პირველი ვარიანტი რა ხდება. ჩემო კარგებო, როგორც პირველმა კარტმა გვიკარნახა, დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, სამსახურო პრობლემაზეა ლაპარაკი და აქ მინიშნება, რა შეიძლება წავიკითხოთ, რა შეიძლება იყოს ვერსიები დავასახელოთ და თქვენ სიტუაციას თქვენ მოარგეთ. პირველი ემოცია და შეგრძნება რაც მოდის, რა თქმა უნდა, კომბინაციის შემხედვარე, ვაკეთებ ასეთ დასკვნას. ვიღაც ეჭვიანობს თქვენზე, ყავთ კონკურენტი, შესაძლებელია იმ სამუშაოს ნახევარსაც არასრულებდეს, რასაც თქვენ აკეთებთ, მაგრამ ადამიანი არის თვითონ კონფლიქტური, ეჭვიანი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ინტერესით არ გამოირჩევა თავისი პროფესიის მიმართ, ან იმ სამუშაოს მიმართ, რასაც ასრულებს, მაგრამ არის კონფლიქტური ადამიანი ბუნებით, ეჭვიანი და შეგიქმნათ რაღაც პრობლემები, აქ უფრო საბუთებთან დაკავშირებით შესაძლებელია, არ მინდა ვივარაუდო, მაგრამ ზოგი შემთხვევაში ცილის წამებად შეიძლება იყოს, თავისი გაფუჭებული საქმე თქვენ დაგაბრალათ და ასე შემდეგ. ანუ დასკვნა ერთია, რომ სამსახურში ვიღაც გიქმნით პრობლემებს და შეგიქმნათ სერიოზული პრობლემა და ფიქრობთ, რომ ეს არის გამოუვალი მდგომარეობა, თითქოს წყალში ჩაიყარა ის რა ენერგია და შრომაც თქვენ ჩადეთ რაღაც კონკრეტული, თქვათ, მდგომარეობის მისაღწევად, აი იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობთ და გქონდათ გეგმები, გქონდათ პერსპექტივები, მაგრამ ეს ყველაფერი აი ამ ადამიანმა დაგიბლოკათ და უმრავლეს შემთხვევაში რეზონირდება, რომ ეს არის მამაკაცი. მამრობითი სქესის, შეიძლება ახალგაზრდა ბიჭიც ერქვას, მაგრამ არის მამრობითი სქესის და გიქმნით პრობლემებს და ჩაგაგდოთ აი ესეთ რაღაც გამოუვალ მდგომარეობაში. ეხლა ეს გამოუვალი მდგომარეობა ვისთვის როგორ შეიძლება დაწინაურების პერსპექტივა მოგისპოთ საერთოდ ამ პიროვნებამ, ან სულაც იძულებული ხართ სამსახური დატოვოთ და კიდევ შეიძლება უფრო რთული სიტუაციაც იყოს და თქვათ
კანონის წინაშე პასუხისგება მოგიწიოთ, ან რაღაც ჯარიმები და ასე შემდეგ. ნახოთ 78 კარი რას გვეტყვის, რას შემოგთავაზებს გამოსავალს. ანუ რა რჩევას მოგცემს და შეიძლება რაში იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რომელშიც აღმოჩნდით. ნახოთ. ჩემო კარგებო, აქ არის ძალიან ისეთი მინიშნება, ზოგადად მე აი ამ ასეთი ქმედებების წინააღმდეგი ვარ, მე ძალიან ღია ადამიანი ვარ, ძალიან პირდაპირი და რაღაც ინტრიგები და ესეთი ჩახლართული საქმეები საჩემო ნამდვილად არ არის, მაგრამ ვალდებული ვარ გავაჟღე, რომ ის რაც დავინახე, რა გამოსავალს გთავაზობთ თქვენ სამყარო და კონკრეტულად 78 კარის დასტა. უნდა ჩართოთ ადამიანები ამ საქმეში. თუ კი თქვათ გინდათ დარჩეთ იმ სამსახურში ან კარიერული ზრდა გქონდეთ ან რაღაცა და იმედს ვიტოვებ რომ სამართალდამცავ ორგანოებთან არ გაქვთ საქმე ვიღაცის გამო, მაგრამ მითითება არის იმაზე რომ საიდუმლო კავშირები, ინტრიგები, ხმლების შვიდიანი მოგეხსენებათ არ მიყვარს აი ეს კარტი, რადგან არის ჭორი, ინტრიგა, ფარული მოქმედებები და ასე შემდეგ, მაგრამ აი აქ გთავაზობენ სამყარო ესეთ გამოსავალს, რომ იგივე იარაღით ებრძოლოთ, რითიც გებრძვიან და ძალიან ჭკვიანურად აქ არ გაჭრის პირდაპირობა თქვენი სიმართლის მტკიცება რაღაც ესეთი გულწრფელობით და პატიოსანი სიტყვით. წარსულიდან ადამიანზეც არის ლაპარაკი, შეიძლება ადრე ვიღაცას კიდე შეუქმნა ამ ადამიანმა მსგავსი პრობლემები და მოძებნოთ ის ადამიანი, ისიც ჩართოთ ამ საქმეში, პლუს დაიხმაროთ კიდევ სხვა ადამიანი, აქ ორ ადამიანზეა მინიშნება დამხმარეებად, აი სამი პიროვნება უნდა შეიკრათ და ყველა შანსი გექნებათ, რომ დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე, დაამტკიცოთ თქვენი უპირატესობა და აი რატომღაც ესე გვეუბნება დასტა, რომ სამყარო აი ამ საქმეში დადგება თქვენს მხარეს. ანუ როგორ ჩანს, აბსოლუტურად მართალი ხართ ამ ადამიანის წინაშეც და იმ ადამიანების წინაშეც, ვისაც თქვა შეიძლება ზიანიც კი მიადგა რაღაც გარკვეული ქმედებების გამო, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ ხართ მართალი, სამართალი თქვენს მხარეს არის და სამყაროც თქვენს მხარეს არის და ზოგჯერ ბრძოლის ესეთი ხერხებიც მისაღებია, რაც შემოგთავაზა 78 კარის დასტა. ანუ ეშმაკურად ინტრიგებით თქვენი გეგმების და მოქმედებების შესახებ დრომდე არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს და ფარულად უნდა იმოქმედოთ, რომ მომავალში დაამტკიცოთ ამ ადამიანის არაკეთილსინდისიერება და თქვენი სახელიც არ დარჩეს შებღალული. მაშ ასე, მე მგონი გასაგებია პირველი ვარიანტი, გადავიდეთ მეორეზე. წყლის მეფე თავისი პერსონით, აქ რა თქმა უნდა კონკრეტული პიროვნება ისახება, ადამიანთან მიმართებაში გაქვთ შეიძლება გამოუვალი მდგომარეობა, ან თქვენ ხართ თვითონ წყლის მეფის ენერგეტიკის მატარებელი პიროვნება, მახასიათებლებით და ნახოთ რაშია საქმე. თქვენი გამოუვალი მდგომარეობა რაშია. ნახეთ წყლის მეფე, 100%-იანი აქ ამ ახასიათებლების მატარებელი ადამიანის გამოხართ გამოუვალ მდგომარეობაში და ეხება ოჯახის თემას. აქ დიდი ფილოსოფია და ტაროს ცოდნაც არ არის საჭირო. საკმარისია იცოდეთ კარტების მნიშვნელობა და პირდაპირ გვაჩვენებს, რომ საქმე თქვენი ოჯახის წევრს ეხება. და ხართ ძალიან რთულ მდგომარეობაში, თითქოს იმედი დაკარგეთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პენტაკლების ხუთიანი არავითარ შემთხვევაში არ არის უიმედობის კარტი, პირიქით გამოსავალი ყოველთვის არსებობს და აი ამ სიტყვის მადასტურებელი ნახატები ამ კარტზე, ზამთარი, თოვლი, ადამიანი ყავარჯნებით, ჯერ ერთი ეს სიმბოლურად მიგვანიშნებს, რომ დასაყრდენი აქვს ამ ადამიანს. პლუს ამას ყავს გვერდით კიდევ სხვა, ვინც მის გვერდით არის ჭირში თუ ლხინში,
და ამ მომენტისთვის გაჭირვებაში და აქვეა ეკლესიის ფანჯარა განათებული შიგნიდან, ასე რომ შეუძლიათ შევიდნენ და გათბნენ. ანუ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ეს პრობლემაც, რა თქმა უნდა, მოგვარებადია. კიდევ ნახოთ რა ხდება აქ შვილების თემაც შეიძლება იყოს შემოკარგებულ, ყველასთვის ერთნაირად არ რეზონირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ოჯახზე, სადაც არის მინიმუმ ერთი ბავშვი მაინც. და თითქოს ეს ოჯახის ყოფნა არ ყოფნის საკითხით შეიძლება იყოს, მაინც შევეცადოთ კიდევ მივიღოთ მეტი ინფორმაცია და აი ზუსტად ის წყლის 6-იანი, რომელზეც გეუნებოდით სიურპრიზი, ერთი ცალი ზედმეტი რომ აღმოჩნდა დასტაში, სხვათა შორის ნაჩუქარი დასტა ერთ-ერთი ქალბატონისგან, გავააქტიურე სიხარულზე, სიურპრიზზე, რა თქმა უნდა, კარგ სიურპრიზზე, თვითონ აქაც ახატია რუნა გებო და მე უბრალოდ გავაუქმე, გებო არის პარტნიორობის, სიხარულის, საჩუქრების რუნა, ყველანაირად პოზიტიური რუნა, არ აქვს გადაბრუნებული მნიშვნელობა და არ აქვს უკუჩვენება, ასე ვთქვათ, ჩრდილოვანი მხარეები. და ამოგივიდათ თქვენ მეორე ვარიანტს, ელოდეთ რაღაც სიურპრიზ, ამას დავდება ესე, შევეცდები გამოსაჩენად, რომ დააფიქსიროთ და შეხედოთ. შეგიძლიათ დასკრინოთ, შეინახოთ დროებით მაინც ეკრანზე და ვნახოთ საქმე რაშია. იმაშია, რომ როგორც აღნიშნე, ოჯახის ალბათ ერთად ყოფნის ყოფნა არ ყოფნის თემა დგება. შევეცადე უცებ ტაუტოლოგია არ გამომსვლოდა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად, როდესაც არ გაქვს წინასწარ ტექსტი დაწერილი და ასეთ რეჟიმში მუშაობ, რა თქმა უნდა, იქ შეცდომებისგანაც არ ვართ დარღვეული და რაღაცა არასწორი გამოთქმებისგან. მოკლედ, დიდი ალბათობით ყოფნა არ ყოფნის საკითხია ოჯახის, მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი, შეიძლება გზასაც ეხებოდეს წასვლად სადმე ოჯახის წევრის, მაგრამ არა შემოკარგებულ უმრავლეს შემთხვევაში, აი 99% ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, იძულებული ხართ მიიღოთ გადაწყვეტილება, ეს თქვენინებით არ ხდება და დაასრულოთ ურთიერთობა და არ იცით რა გზას დაადგეთ. თქვენ ხართ მსხვერპლი ამ სიტუაციაში, თქვენი პარტნიორი, როგორც ჩანს, ძალიან ეგოისტი ადამიანია, ეგოცენტრული, თავისი სიამოვნებისთვის, თავისი კომფორტისთვის, ყველაფერს და ყველას გაწირავს, როგორც ჩანს, დრო და დრო აგრესივითაც გამოირჩევა. ძალიან გაქვთ გული ნატყენი, რა თქმა უნდა, ამ ადამიანისგან და აქ მესამე ზედმეტსაც არ გამოვრიცხავ და ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, თითქოს გამოუვალი მდგომარეობა გაქვთ, რადგან ვერაფრის შეცვლას ვეღარ ახერხებთ. და აი ეს არჩევანი ოჯახის არსებობაზე საერთოდ როგორც ასეთი იძულებული ხართ გააკეთოთ არჩევანი, გადადგათ რაღაც ნაბიჯები, მაგრამ შესაძლებელი არ გაქვთ წასასვლელი სადმე ან რაღაც კიდე სხვა პრობლემები. ვნახოთ რა გამოსავალს ვთავაზობს სამყარო 78 კარის დახმარებით და გავიგოთ რა შეიძლება ამ ყველაფერს მოუხერხოთ. ფაქტია, რომ მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებით. მაგრამ შემოკარგებო აი ეს გირჩევთ დასკრინოთ ეს კარტი, გააჩერეთ კადრი, დასკრინეთ. რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, რომ შეიძლება იმ ფოტოს ამოჭრა, ეს ძალიან მარტივი პროცესია და დააყენოთ ეკრანზე, რომ გააქტიუროთ თქვენი სიურპრიზი. შემოკარგება მართლაც არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, რეალურად არ არსებობს ასეთი რამე. ერთი შემთხვევის გარდა არ მინდა აქ თქვათ რაღაც ესეთი ზედმეტი ტრაგედია შემოვიტანო, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობაა, როდესაც სასაფლაოზე ვემშვიდობებით ძვირფას ადამიანებს, იმის შეცვლა აღარ შეიძლება. რა თქმა უნდა, იმ იმედით, რომ სული უკვდავია და ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს, ძალიან ბევრი მტკიცებულება, ბევრ სულთან შეხებაც მქონია. ეს მაინც სხვა ვიდეოს თემაა, მინახია საკუთარი თვალით.
მიგრძნია მათი დახმარება, ვიტოვებთ იმედს, რომ შევხვდებით და ეს აუცილებლად ესე იქნება, მაგრამ აი იმ მომენტში ფიზიკურ პლანზე ერთადერთი გამოუვალი მდგომარეობა მაშინ გვაქვს ხოლმე, როდესაც მათ ვემშვიდობებით უკაცრავად და იმ ფაქტს ვერ შევცვლით. დანარჩენი ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. თქვენ შემთხვევაში აბსოლუტურად მოულოდნელად და ეს სიურპრიზიც შემოკარგებო, არ დაგავიწყდეთ თავის ასაკეთებს, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც რაღაცა ფორმით გადაჭრის თქვენს პრობლემას. როცა უკანასკნელ წუთებს ითვლის აი ეს რთული მდგომარეობა თქვენი, აი პრობლემა სულ ზღაფავს. და ხდება ტრანსფორმაცია. როდესაც ყველაზე ცუდად იგრძნობთ თავს, მოტყუებულად, განადგურებულად, მაშინ ხდება ამ ადამიანის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში და რეალურად ქურუმი ქალის მიხედვით თუ იმისჯერებთ, რეალურად ეს არის სიურპრიზი. ეხლა რაც არ უნდა იფიქროთ, ვინ იქნება, რა იქნება, როგორ, რატო, რანაირად, ამას ნამდვილად ვერ მიხვდებით, რადგან ქურუმი ქალი ისევ ვიმეორებ, საიდუმლოა, არის საიდუმლო ინფორმაციის ფლობა და რაღაც კონკრეტულ სიტუაციებში, აი ზუსტად იმ სიურპრიზსაც გვაჩვენებს, რომ თქვენ ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი არ იცით. დიახ, ჩემო კარგებო, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც საერთოდ შეცვლის თქვენს სამყაროს, შეცვლის უკეთესობისკენ და თუ არა უბედურობაო არის ესეთი ანდაზა, ბედნიერებას ვერ მოვიპოვებდითო და ეს არის ის შემთხვევა. Не было бы счастья, только несчастье помогло, არ მიყვარს ხოლმე რუსული სიტყვების და გამონათქვამების გამოყენება საჯარო სივრცეში, ცნობილი ფაქტების გამო ეს უკვე არავის საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ძალიან კარგად ვლაპარაკობ ამ ენაზე, მიყვარს ლიტერატურა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა, ბოლო წლების განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დიდი დაღი დაასვა ამ ჩემს სიყვარულს და თითქმის შევიძულე, მაგრამ ავტომატზე მაინც წამომცდება ხოლმე ესეთი ფრაზები, სიტყვები და ასე შემდეგ. სიურპრიზი. შეინახეთ, გააქტიურეთ და გელოდებათ ბედნიერება, მეორე ვარიანტს, რეალური ბედნიერება ელოდება, პიროვნების დახმარებით გამოჩნდება ასეთი ადამიანი, მოდიოდა იმპერატორის ენერგეტიკით, ანუ შეიძლება ასაკში იყოს სხვაობა, 5 წელი და ზევით. არ გამოვრიცხავ სარწმუნოების, ეროვნების და ასე შემდეგ განსხვავებას, ვიზუალზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, აი თქვათ ერთი ქერაა ძალიან თეთრი ცისფერტვალება, მეორე შავგვრემანი შავდუხა, მაგრამ ძალიან ხელშესახების სხვაობა იქნება თქვენ შორის, შეიძლება სოციალური სტატუსით, ეკონომიური შესაძლებლობებით და ასე შემდეგ. დაგეხმარებათ ასეთი ადამიანი და ვფიქრობ, რომ ეს 99% შემთხვევაში, ვისთვისაც რეზონირდა გაშლა, პირადი დაინტერესება იქნება ამ ადამიანის და უნდა აუცილებლად უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში, რომ მოსულიყო ის, ვინც მოდის. ანუ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს და ნამეტანი დარდითაც ნუ მოიკლავთ თავს ჩემო კარგებო. ყველაფერი ხდება თქვენივე სასარგებლოდ, თქვენსავე სასარგებლოდ და თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ამიტომ წარსული დატოვეთ წარსულში, ენდეთ სამყაროს, ენდეთ განგებას, თქვენ დაიმსახურეთ ბედნიერება და ბედნიერება აუცილებლად მოგიკაკუნებთ კარზე. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.